მოწყვეტინეთ მაგის გამო. მოკლედ, გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. გადაჭარბების გარეშე სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ, ჩვენ რომ გვეთქვა, აი წარმოვიდგინეთ რა ამბავს ატეხნენ. მათ თქვეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი და დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ არ ვიცი 10 ნაციდან 9 ალბათ მინიმუმ მის სიკვდილს ფიქრობს და ოცნებობს. და სუბიექტურად ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, სუბიექტურად არც ერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული кейსის, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში. სუბიექტურადაც კი, მაგრამ ადამიანურად ყველაფერი გასაგებია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ გმირად ნუ გამოვიყვანთ ეხა ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციას. ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას, კონკრეტულად პოლიციის უფროსთან მივიდა 1 საათის თუ რაღაცამდენი წუთის თუ 2 საათის გამოშვებული ქალბატონი მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკი დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და მერე შემოარტყა. სიცრუეა რო ამბობდით. პოლიციას გაარტყა სილა დემონსტრაციულად კამერების თანდასწრებით. რატომ? ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციის და პოლიციელის რეპუტაცია, პოლიციის უფროს სპეციალად, ამიტომ დაარტყა ხელი და ამიტომ ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ტრენინგებზე ასწავლიან ამას, რომ მაღალჩინოსაც, რომ მის ხელქვეითებთან, მის